საქმის ჩავარდნილი სადესანტო შტურმის პარალელურად 5 ივნისს სეპარატისტებმა ახალი იერიში წამოიწყეს. ამჯერად სოფელ ახაშენის, უმასა და შრომას მიმართულებაზე. მალევე მოწინააღმდეგემ დარტყმა სოფელ კამანზე მიიტანა. კამანი საკმაოდ გამაგრებული სოფელი იყო. დანაყოფი, რომელიც სოფელს იცავდა, ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა, რომლის მეთაური იყო ზაზა პაკელიანი. დანაყოფს ეხმარებოდა ბატალიონ ბაგრატიონის 20-ულიც. ბრძოლები კამანში 5 ივნისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდა. სოფელს კონფედერატთა რაზმები და აფხაზის სეპარატისტები უტევდნენ. ჯამში 500 მებრძოლზე მეტი. მიუხედავად სიმცირისა, კამანის დაცვამ საკმაოდ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მტერს. რომ არა მოწყვეტილი მდებარეობა ბრიგადის მთავარი ძალებისგან, მტერი მისაღებას გამოუსწორებელი ზარალის გარეშე ვერ მოახერხებდა. მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. სისხლის ზღვრის ადგილად იქცა კამანის ტაძარიც. დილით გამთენიისას დაიწყო შემოტევა. პირველი შეტევა, სადაც იყო გუმისტის მდინარე გუმისტა, იქ პატარა ხიდი იყო, გადადიოდა, ამზარა ერქვა და ამზარა და შემდეგ უკვე სადაც უკვე დაბანაკებული იყო მტერი, შუბარა, ზემო ეშერიდან გადმოდიოდა ტექნიკა, ცოცხალი ძალა, მათ აღადგინეს სატყეო მეურნეობის გზა, რომელიც მიდიოდა ზემო ეშერაში, გააფართოვეს, დიდი ურალები დადიოდა და ბევრი არ უნდა და ტანკები, BMP-ები, მთელი ტექნიკა გადმოისროლეს იმ გზით და ცოცხალი ძალა. და მოიქცეს ალყაში კამანი სოფელი. და როგორც გითხარით, სოფელ კამას უკავშირდება ერთი ხიდი. აღმოსავლეთი გუმისტაზე არის დიდი ხიდი შრომიდან, რომელიც უკავშირდება ერთადერთი გზა ეგ არის. იმ ხიდს აკონტროლებდნენ ხელისგულივით, თანამედროვე ტექნიკა ყველაფერი ქონდა, ეგრეთ წოდებული პტურსები, რომ გაიარა ტანკი ააფეთქეს კიდევ ჩვენი და აი ეგრე ძალიან მოწყვიტეს ფაქტიურად და ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ გაქცეული იყვნენ ბიჭები, ტყე და გამოვიდოდნენ. მაგრამ არ ვიცი, ზაზას ეგრე უთქვია ცხონებულს, ჩვენი მართლა ეროვნულ გმირს, რომ ვისაც არ შეგიძლია წადითო. ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთო და არავინ არ მიატოვა. ბოლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. რა ვიცი, უამრავი გაუნადგურებიათ მტერი და ბოლოს უკვე შტაბში შემოვიდნენ და ალყაში მოიმწყდეს. მე ჩემი ყურით მესმოდა, რაციით გადასცემდა, რომ ეგრეო ჩემი კოორდინატები ხო იცით და დაგვბომბეთო ჩვენო აქ არიანო მთლიანად. ჩვენი არტილერია ხო არ დაბომბობდა ჩვენ მებრძოლებს და დაზვერვის მეთაური იყო მალხაზი, რომელმაც უამრავი გმირობა ჩაიდინა სიკვდილამდე. დადიოდა დაზვერვაზე თითქმის გუდაუთამდე. მან აიყვანა რუსის მაიორი მზვერავი, რომელმაც აღიარა, რომ გენერალურ შტაბში იგეგმებოდა მოსკოვის მთელი ოპერაციები. 9 ივნისს დილის 6 საათზე დესანტმა ანუარხოს შტურმი დაიწყო. მოწინააღმდეგემ 150-მდე მებრძოლი დაკარგა და 10 ივნისს კინდღის მიმართულებით გაჭრა სცადა, თუმცა წინწაწევა ვერ შეძლო და გაიფანტა. 11 ივნისს ქართველმა მეომრებმა დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურეს. მტერი გადმოვიდა შეტევაზე სუგუროვკისა და იაშტოხის მთაზე, იმიტომ რომ კამანი და ის მოცილებული არის ახალშენი ის ძალიან შორსაა სოხუმამდე და იაშტოხის მთა და სუგუროვკა არის პირდაპირ დახურებს სოხუმს. გადმოვიდნენ 5 ივლისს შეტევაზე. როდესაც ამოვიდნენ, იაშტოხის რამოდენიმე პოზიცია აიღეს, პოსტი, საგუშაგო. დაიღუპნენ ჩვენი ბიჭები, იქ იყო თენგო ძაძამია, 20-ულის მეთაური, ვაშკაცი გმირი ბიჭი, ომარ ფანჩვიძე და ჩვენი პირველი მეთაური კაკო კურტანიძე. დანაღმული ველი ჰქონდა და იმ ველზე, როდესაც აფეთქდა მტერი, ჩვენ გადავედით შეტევაზე. იგი 9 ივლისი იყო, 10 ივლისი იყო და გავანთავისუფლეთ იაშტოხის მთა, გავანთავისუფლეთ სუგუროვკის მისადგომები და დავიწყეთ ზეგანის განთავისუფლება. ზეგანი ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ნახევარ შრომიდან აკონტროლებდნენ ჩვენი მებრძოლები. ნახევარ ჩვენი პოზიციები გავანთავისუფლეთ, მაგრამ როდესაც საკითხი დადგა ზეგანის განთავისუფლებაზე, მტერმა გადმოსხა დესანტი ორი ვერტმფრენით და ამ მომენტში დაგვეხმარა პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი ამ პოლიციის. ერთი ვერტმფრენი ააფეთქეს, მეორე ვერტმფრენიც ააფეთქდა, მაგრამ შეძლო უკან დაბრუნება და ჩამოვარდა. მოკლედ მტერი განადგურებული იქნა და პოზიციები დავებრუნეს სრულად, მაგრამ როდესაც
ეგეც ძალიან სიმაღლეზე იყო და მოწყვეტილი იყო და აი დახმარება რაღაცა ეგრეთი ძალიან ძნელი იყო და იქ როდესაც ჩვენი შრომელი ძმები იდგნენ, მაშინ კვლავ მოვიდნენ უკვე ჩეჩნების ბატალიონი, შამილ ბასაევის მეთაურობით, მესამე ბატალიონი ჩეჩნების. მათ შეძლეს ალყაში მოქცევა ჩვენი მებრძოლების და დაიღუპნენ ჩვენი შრომელი ძმები. ტამიშის და მოგვიანებით კი შრომა კამანის შეტაკება იყო ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო დაპირისპირება, მანამ სანამ სეპარატისტები მორიგ ჯერზე არ დაარღვევდნენ სამშვიდობო შეთანხმებას და სოხუმზე არ მიიტანდნენ იერიშს. შრომაში დაიღუპნენ კიდევ ძალიან ბევრი ჩვენი გმირი ძმები, როდესაც ეს სიმაღლე აიღეს უკვე ზეგანის და კამანი აიღეს, გადავიდნენ შრომაზე და თითქმის ნახევარი სოფელი აიღეს. იმიტომ რომ აი BMP ორები არის, მაშინ ახალი იყო. თაზე ადის ესე თავისუფლად და სულ არ მოელოდნენ რომ იქიდან ამოვიდოდა მტერი და ჩვენი ტანკი რომ ააფეთქეს, ამოვიდა მტერი ტექნიკით და დიდი ძალით. მაგრამ მთლიანად ვერ აიღეს შრომა. ნახევარი იყო შრომა აღებული. 25 ივლისამდე მიმდინარეობდა ბრძოლები. ცენტრალურ შტაბში გადაწყდა კონტრშეტევა. ჩვენი მეთაურის ხონებული გენო ადამიანს მეთაურობით ეროვნული გმირის მთელი 23 ბრიგადა დაირაზმა და ყველა ძალების მობილიზება მოხდა და გადავედით კონტრშეტევაზე. ამ ბრძოლებში გავანთავისუფლეთ შრომა სიგი შტაბამდე. თვითონ ჩვენი გენერალი გენო ადამია დაიჭრა ამ ბრძოლაში, მაგრამ გადარჩა. პირველი ბატალიონი გვეხმარებოდა ძალიან დათო ღვინჯილიას მეთაურობით, თვითონ დათო ბატალიონის მეთაური მოუძღოდა და წინახაზე იბრძოდა. და ფაქტიურად გამარჯვება ჩვენი იყო. როდესაც ჩეჩნები დავამარცხეთ, რუსლან გელაევი იყო კიდევ მათი ერთი სამხედრო მეთაური. მან გამოგვიგზავნა ხალხი, რომ ჩვენო აღარ ვაპირებთ ომს, იმიტომ რომ მივხვდით, რომ შეცდომა იყო აფხაზებთან კი არა, რუსებთან იბრძვისო საქართველო და ფაქტიურად ჩეჩნებმა უარი თქვეს და გავიდნენ. და როდესაც ველოდებოდი ჩვენ კონტრჩეტევას ბოლომდე, მოვიდა შტაბიდან ინფორმაცია, რომ უნდა დაიდოსო საზავო ხელშეკრულება, უნდა მოხდეს განიარაღება, პოზიციების დათმობა და გამოსვლა 27 ივლისს დაგვიბარე შტაბში, მობზანდა ეგრეთ წოდებული მთავარსარდალი შევარდნაძე და გვითხრა, რომ ჩვენო ეხლავო უნდა დავდოთო საზავო ხელშეკრულებაო. გაიყვანენო ისენიო თავის ნაწილებსო, ჩვენ უნდა გამოვიყვანოთო ტექნიკა ყველაფერი. ჩვენ რა თქმა უნდა კატეგორიული წინააღმდეგი წავედით, მაგრამ რა გვექნა? კამაში დაიჭირეს ქალები ცოტა რაოდენობით, და იქ როგორც ამბობს, აფხაზი პიროვნება იყო, ქართველი აფხაზი, ანუა იური დაახვრიტეს, იმიტომ რომ ქართველების ხარი იყო და ეკლესიის ამშენებელი იყო. მისი ქალიშვილი და მეუღლე იყო მონაზონი და ქალიშვილიც ეკლესიური ქალი იყო და როდესაც უნდა დაჭერა აყვანა ეკლესიაში დაიმალნენ ესენი ყველა ქალები და ეს და ვიღაცა გამოჩნდა აფხაზი ეროვნების წესიერი პატიოსანი ახალგაზრდა, რომელმაც დაისვა ესენი. და არ მისცა უფლება რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ეგ საშინელებები მოხდა სექტემბერში, ბოლოს ახალდაბაში, როდესაც შემოიჭრნენ უიარაღო ხალხი იყო და არ ვიცი როგორ დაემართათ ეგრე უიარაღოდ როგორ დარჩნენ და აიყვანეს ტყვედ 2-3 სოფლიდან 1-500 ქალი და იქ საშინელებები ჩადიოდნენ და გაგრაში. სოხუმის რაიონში არ მოხდა რა ჩვენ გადავარჩინეთ ხალხი თორე უარეს გაგვიკეთებდნენ. იგივე მოხდა, რაც მოხდა ომის დასაწყისიდან გაგრაში ხელშეკრულება, გაგრის დაცემა, როგორც მოხდა ომის დასაწყისში ზემო ეშერაზე შეტევა და განთავისუფლებული იყო და დამთავრებული იყო, მაგრამ ისევ ხელშეკრულება, აი ბოლო 27 ივლისის ხელშეკრულება იყო ჩვენი საბოლოო დამღუპველი. უბრალოდ ხალხი გადავარჩინეთ და ჩვენ გადავარჩით ახლა ჩვენი იმიდან დაჭრილები ყველა ესე გამოგვიყვანეს და დაიღუპა ბიჭები ბოლოს და თავის ფეხით არავინ არ გამოსულა იქიდან. და ეგ იყო ჩვენი გამანადგურებელი, ეგ იყო ყველაზე საშინელი ეს უნდა აღვნიშნოთ 27 ივლისის ხელშეკრულება. ეგ იყო საქართველოს გამანადგურებელი, რომელიც დადეს რუსეთთან და აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მთავრობა არზიმასთან შევარდნაძე.
აი ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ არის, როგორ მოხდა ბრძოლები, როგორ დაიღუპა ჩვენი მეომრები, როგორ შესწირეს თავი და გამარჯვება ძალით აგვართვეს.